Galში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით რიგით 45 შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მწვავე ინციდენტები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს. ქართული მხარის წარმომადგენლებმა კვლავ პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებულის რაშიდ კანჯიოღლის დაკავება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება ცხადია დაეთმო 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში მოკლული საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას საკითხს. ამ მიმართულებით ცენტრალური მთავრობის პრინციპული პოზიცია არ შეცვლილა. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მკვლელობაში მსჯავრდებული პირის კანჯიოღლის დაკავება. ეს პოზიცია მკაფიოდ იქნა ცხადია დაფიქსირებული შეხვედრის მონაწილეებთან დღესაც. შეხვედრაზე განხილული იქნა ასევე ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრებლების არჩილ და პაატა როგავების უკანონო დაკავების ფაქტი. გატაცებულების ოჯახის წევრებმა კი ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სოხუმის ეგრეთ წოდებული სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და მამაშვილის არჩილ და პაატა როგავების გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და ოკუპირებულ რეგიონთან დამაკავშირებელი ხიდის გადაკეტვას შეეცადნენ. რისი საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. რასაც შეხლა შემოხლა და აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავება მოყვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, მამაშვილ როგავების საკითხი გალის შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული. მისივე ინფორმაციით, როგავების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ისინი იმყოფებიან სოხუმში ეგრეთ წოდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში. აქტიური დისკუსია შედგა 2017 წლის 5 აპრილს დაკავებული მამაშვილი როგავების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით ამ პიროვნებების დაკავება არის უკანონო. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ მათ ედავებიან ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთას და საოკუპაციო ძალების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას. ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა სამომავლოდაც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ ორი ადამიანის გამოყვანა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა მამაშვილი როგავები იარაღის მუქარით გაიტაცეს მდინარე ენგურის მიმდებარე ტერიტორიიდან.